სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ეხება არმენიანიზმს, არ ვიცი გაგიგიეთ თუ არა, მე მგონი ვინც ყურადღებით ადევნებს ჩვენ საუბრებს, ჩვენ გვიხსენებია ეს პიროვნება და ეს არის ერთგვარი პროტესტანტულ ეკლესიაში დაპირისპირება, რომელიც მოხდა რეფორმაციის შემდეგ ჯონ კალვინსა და არმენიუს შორის, რომელიც არ უნდა აგვერიოს სომხებში. და ეს განსაკუთრებით ინგლისურში ესე ჟღამდება, ინგლისურში არმენიანულს როცა ამბობენ, ხშირად გქონიათ რომ სომხებზე არის საუბარი და ჯონ მაკარტურიც ადრეც და ეხლაც ხუმრობით გაიმეორებს ამას, რომ არანაირად არ აგვერიოს ეს ჩვენ, ხო? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ჩვენს ცხოვრებაში შემოტანილი რაღაცა სიტყვა სხვა ასოცირებას იწვევდეს. და ესეთია ზუსტად ინგლისური მაშიც, როცა ლაპარაკია არმენიანის, არმენიუსის სწავლება, რომელიც მერე გავრცელდა, ხომ? ასევე იყო პელაგია, ეს უკვე იყო ავგუსტინოს დროს და ისიც გარკვეულად აქცენტს აკეთებდა ნახავთ არასწორ სწავლებაზე. განსაკუთრებით რაც ეხება სულის ხსნას და ზუსტად ამას ეკითხება ახლა ეს კითხვის დამსველი ჯონ მაკარტურს, თუ რა განსხვავებაა და რატომ არ შეიძლება დაუშვათ ერესად შეიძლება რომ ჩავთვალოთ ეს და ადრეც ილაპარაკა ჯონ მაკარტურმა თუნდაც კათოლიკეებზე ილაპარაკა, შეიძლება ეს გავრცელდეს მართლმადიდებლებზეც, რომლებიც მაგალითად არიციან მართლმადიდებლობა მთლიანად დოქტრინა, მაგრამ გულით და რწმენით ენდობიან ქრისტეს, მაგრამ მთელი გონები და შეგნებით რო არ არიან მართლმადიდებლები, უბრალოდ მათ ქრისტე სახარება დაიჯერეს და შეიძლება ღმერთმა იხსნას ისინიც. აი ამაზეა ლაპარაკი. ასე რომ აი მოდით ახლა მოусვინოთ ამას. ლაპარაკი არ არის სხვა რელიგიებზე, ლაპარაკი არ არის ისეთ რელიგიებზე, რომლებიც არ ცნობენ ქრისტეს როგორც ღმერთს, სამებას არ ცნობენ. არა, ლაპარაკი ისეთ მიმდინარეობს, რომლებიც აღიარებენ ბევრ ესე თქვა ძირითად დოქტრინებს, მაგრამ მთლიანად ჩახედულები არ არიან სიღრმისეულად და არ მისდევენ იმ სწავლებას, რაც არის კათოლიციზმი, რაც არის მართლმადიდებლობა და რაც არის აქ არმენიანიზმი. ახლა მოდით მოусვინოთ ჯონ მაკარტურს როგორ გაცემს პასუხს ახალგაზრდა სტუდენტს, რომელიც არის მაგისტრატურის პირველ კურსელი. სალამი პასტორ ჯონ, მე ფარისი მქვია, ხვალიდან მაგისტრატურის უნივერსიტეტში პირველ კურსელი ვიქნები. ჯონ მაკარტური კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მინდა რომ მადლობა გადამეხადა ყველაფრისათვის, რაც თქვენ გააკეთეთ პრეზიდენტის თანამდებობაზე. ჯონ მაკარტური ეხლა გადადგა პრეზიდენტობიდან, როგორც სემინარის, ასევე კოლეჯი, რომელიც უნივერსიტეტი გახდა ეხლა. მასტერი ქვია, მასტერ სემინარია, მასტერ კოლეჯი, მასტერ უნივერსიტეტია ეხლა. ჯანმრთელობის გამო იცით ჯონ მაკარტური, რომელიც გარდაიცვალა რამოდენიმე დღის წინ, დიდი ხანი იყო უკვე კოვიდის დროს, მე მგონი გადადგა უკვე, თუ არ მეშლება ან მანამდე პრეზიდენტობის, იმიტომ რომ ძალიან ტევადი იყო, შრომატევადი და ვეღარ ართმევდა თავს. და ჯონ მაკარტური ეკითხება, საიდან ხართ წარმოშობით ფარის, საიდან მოგზანდით? მე ვარ კოლორადოდან და ჯონ მაკარტურმა ებას ძალიან დიდი მადლობელი ვართ, რომ თქვენ აქ ახართ. დიახ, მე ვარ დენვერის შტატიდან, იცით დენვერის შტატი არის კოლორადოში. კოლორადოა შტატია, დენვერი არის ქალაქი და შესანიშნავია ამბობს ჯონ მაკარტური. მე მაქვს ორი კითხვა, რომ ფიქრობ ამას ცალ-ცალკე განვიხილავთ. პირველი კითხვა, თუ არმენიანული თეოლოგია პირდაპირ ეხება ხსნას, თუ როგორ ხდება ხსნა და თუ ის მცდარია, რატომ არ აღვიქვებთ და რატომ არ დავარქვეთ მას ერესს? და ჯონ მაკარტური პასუხობს, უბრალოდ რომ გაერკვიოთ, მან თქვა არმენიანული და არა არმენიანული, ანუ არა სომხური. და აუდიტორია ეთახმებდიახ და ჯონ მაკარტური ამბობს, ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. ყველა კარგი სომეხი კალვინისტია, არც ერთი არმენიანელი არ არის კალვინისტი. ეს დიდი განსხვავებაა, ამბობს. არმენიუსი იყო თეოლოგი, უძველესი თეოლოგი, რომელიც თვლიდა, რომ ხსნა
ცოდვილის ხელში იყო და არა ღმერთის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის საპირისპირო წამდა იმისა, რასაც ჩვენ ვადასტურებთ, როგორც ბიბლიურ თეოლოგიას, რომელიც ძირითადად დაიხვეწა იმ დონემდე, რასაც ეხლა კალვინიზმს უწოდებთ. ჩვენ გვჯერა რომ ხსნა მთლიანად ღმერთისა და მისი სუვერენიტეტია, რომ ის ღმერთს ეკუთვნის ჩვენი სულიერი ხსნა და ჩვენზე ის არ არის დამოკიდებული. ხოლო არმინიუსი ასწავლიდა, რომ ხსნა ადამიანის ნებით ხდება, რომ ადამიანს აქვს საკუთარი თავის რწმენის უნარი. საკმარისია მაგალითად სიტყოდა რომ მადლი უკვე საკმარისია. არსებობს ერთგვარი წინასწარი მადლი, ერთგვარი ხელმისაწვდომი მადლი, თუნდაც დაცემულ ცოდვილში, რომელმაც შეუძლება რომ ნებისმიერი ადამიანი გადაარჩინოს, ამბობდა არმინიუსი. ეს საკმარისია იმისათვის, რომ თავად მან მოიპოვოს ეს რწმენა, რომ ეს თითქოს და არ არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის საქმე, არამედ ეს ადამიანის საქმეა. თქვენ ალბათ გსმენიათ სიტყვა არმინიანელი, მაგრამ შეიძლება არ იცოდით არმინიუსის შესახებ, მაგრამ თქვენ ალბათ იცით ჩარლზ ფინის შესახებ. შესაძლოა ყველაზე ცნობილი ადრეული ამერიკელი ევანგელისტი ფინი ის სრულიად არმენიანელი იყო. ამ თეოლოგიას იზიარებდა. და როგორც ჩვენ ვიტყოდით, პელაგიელიც, რადგან პელაგიუსიც იგივე რამეს ასწავლიდა. ფინი თვლიდა, რომ ადამიანებს ჰქონდათ ძალა, რომ მისულიყვნენ თავად ღმერთთან, ქრისტესთან, ერწმუნათ და გადარჩენილიყო დამოუკიდებლად ჩამოეშორებინათ ცოდვა, რომ ეს წმინდა ადამიანური ნების აქტი იყო და ღმერთი არ იყო პასუხისმგებელი ამაზე, რასაც ისინი აკეთებდნენ, ან არ აკეთებდნენ. ამიტომ მან შეიმუშავა манипуляციური სახის ევანგელიზმი, რომელიც ძირითადად ცდილობდა ცოდვილის ემოციურად წაქეზებას, ცოდვილის გონებისა და გრძნობების манипуლირებას, რათა ცოდვილი აეძულებინა საკუთარი თავი, გაეკეთებინა ის, რის მისი აზრით შეეძლო, რომ უნდა გაეკეთებინა. ეს იყო ფინის თეორია. რა თქმა უნდა, ფინის შეცდომიდან წარმოიშვა ყველანაირი ეს სექტები, ყველანაირი კულტები. სინამდვილეში ამერიკული კულტების, სექტების უმეტესობა ნიუ-იორკში, იცით ხომ, ნიუ-იორკის გარეუბანში წარმოიშვა, სადაც ფინი ამდენი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა და ასწავლიდა. ახლა შესაძლებელია თუ არ გჯეროდეს, რომ შეგიძლია გწამდეს უფალი იესო ქრისტე, რომ გაქვს ძალა, გწამდეს უფალი იესო ქრისტე, ირწმუნო უფალი იესო ქრისტე, აღიარო შენი ცოდები, აღიარო იგი უფლად და მხსნელად და გააკეთო ეს გულწრფელად, გულითადად, მაგრამ არ იცოდე, რომ ეს სინამდვილეში ღვთის საქმე იყო. ეს არის კითხვა, ხო? მე ვამბობ, დიახ, შესაძლებელია. შესაძლებელია, რომ მთლიანად შენ არ იყო გარკვეული ამ პროცესში, რა ხდება, როგორ ხდება ეს, რასაც ჩვენ თეოლოგები ამას ვასწავლით და შენ იყო ქრისტიანი და გადარჩე და არ დაიღუპო. არ იფიქრებ, რომ ეს სრულიად დაუხმარებლად მოხდა, რადგან ადამიანიც კი რომელიც არ არის დარწმუნებული, თუ საიდან მოდის ეს ძალა, ან რამდენია ეს ძალა, რა პასუხისმგებლობა შეიძლება ქონდეს საკუთარ თავზე, ასეთმა ადამიანმაც კი იცის, რომ სახარება უნდა მოისმინოს და ჩათვლის, რომ ღმერთმა სახარება შემოიტანა მის ცხოვრებაში და მიიპყრო შენი ყურადღება და დაეხმარა მის გაგებაში. სწორედ ეს მაკავებს მე რომ ვთქვა, რომ ყველა, ვინც არმენიანულ შეხედულებას იზიარებს, შეიძლება რომ ერეტიკოსად ჩაითვალოს. რომ როდესაც ერეს ამ დონეზე განსაზღვრავ, ჩათვალე, რომ ვერან ვერ გადარჩება იმ სწავლებაში. მაგრამ მე ამ კატეგორიაში მე არ მინდა რომ ეს მოვათავსო. ფიქრობ ადამიანები დღესაც კი ეკლესიებში, რომლებიც ბოლომდე ვერ ხვდებიან ღვთის უზენაესობის ხსნას, ისინიც არიან ადამიანები, ვინც გულით შეიძლება ბოლომდე ვერ ხვდებიან, რომ ეს ღვთის საქმეა მათ გულებში, რადგან ეს არასოდეს მათ არ უსწავლიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ღმერთი მათ არ გადაარჩენს და არ მიიყვანს იესო ქრისტეს რწმენამდე. ასე რომ მიხვედრა იმისა, რომ ჩვენ დავეთანხმებით, რომ არმენიუსი ასწავლიდა არასწორ შეხედულებას, ერეტიკულ შეხედულებას, ფინიც ასე იყო ასწავლიდა არასწორ შეხედულებას, ფიქრობ შეიძლება ერეტიკულ შეხედულებად იქნას იდენტიფიცირებული, რადგან ის არ არის გარკვეულწილად ჩვენი გაგებით ორთოდოქსი ევანგელისტი. ეს არ ნიშნავს და სწორედ აქ უნდა გავავლო ზღვარი, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ოდესმე
მაგალითად იწამებს, რომ შესაბამისად არ იქნება ქრისტიანი. რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ესმოდათ თუ როგორ მუშაობს ეს ღვთის საქმე და ეს მაინც ღვთის საქმე იყო, რომ ისინი ირწმუნებენ და გადარჩებიან. ეს იგივე იქნება, რაც რა თქმა უნდა არმენიუსი, ფინი და სხვაები პელაგიელები ან ნახევრად პელაგიელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ თქვენი ხსნა. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ შეგიძლიათ დაკარგოთ თქვენი ხსნა, მათ არ შეუძლიათ, რომ დაკარგონ თავიანთი ხსნა. და ეს მაინც ღვთის საქმე არის. შეიძლება შენ რაღაცას ადასტურებდე, მაგრამ ღმერთმა მაინც გიხსნას. ასე რომ დიახ, ეს არასწორი შეხედულებაა. ეს არის შეხედულება, რომელიც ძირს უთხრის და აკლებს და პარავს ღვთის დიდებას. ამ შეხედულების დიდი პრობლემა შემდეგია. ეს არის ადამიანის შესახებ არასწორი შეხედულება. არამარტო ღმერთს ძარცვავს ის, არამედ ადამიანის შესახებაც მას არასწორი შეხედულება აქვს. თუ თქვენ გჯერათ, რომ ადამიანს აქვს რაიმე უნარი, რომ დამოუკიდებლად მივიდეს ღმერთთან, მაშინ თქვენ ვერ ხვდებით, თუ რას ნიშნავს ადამიანისეული ცოდვის მიერ კაცობრიობის ტოტალური გარყვნილება. თქვენ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს დაცემა, ცოდვა დაცემა. თქვენ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს იყო მკვდარი და ბრმა. არდა ბიბლია ასე განსაზღვრავს ცოდვილ ადამიანს, რომ ის არის უნარო, როგორც მკვდარი. რომ მას არ აქვს უნარი ღმერთთან მივიდეს და სურვილიც კონდეს ამის. ამგვარად, როდესაც გაქვთ ადამიანის შესახებ სწორი შეხედულება, რომელიც გულისხმობს, რომ ის არის უმწეო, უიმედო, სურვილის არ მქონე, მას არ შეუძლია ხსნა და ეს ყველაფერი ღვთისგან უნდა მიიღოს მან. ასე რომ რაც რეალურად აძლევს ადამიანის საშუალებას დაიჯერონ, რომ ხსნა სინამდვილეში ადამიანის რეაგირებაზეა დამოკიდებული. ეს არის ადამიანზე არასწორი და არასაკმარისი შეხედულება. და ადამიანებს ვიმეორე შეიძლება ქონდეთ ეს არასაკმარისი შეხედულებები, მაგრამ ღმერთს მაინც შეუძლია რომ გადაფაროს და მიიღოს ისინი. ან შეიძლება ისინი არიან უბრალოდ დამწყებები, რიგითი სახარების გაგებაში, ხო, ეხლა მივიდნენ ახლახან ღმერთთან. და მათ მხოლოდ სახარება იციან, მაგრამ სახარების მიღმა დოქტრინალურად მათ არ იციან არაფერი. მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ რომ მოიქცნენ და გადარჩნენ. ამიტომ ჩვენ გვიდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ყველა ეს ადამიანი არ დავიყვანოთ და არ მოვათავსოთ იმ კატეგორიაში, სადაც უკვე სულის წარწყმედა არის და ჯოჯოხეთში მიდიან ადამიანები. ჩვენ არ გვინდა ეს გავაკეთოთ. კარგით? კარგი კითხვა ფერის, გმადლობთ კითხვისათვის.